Dre ჩვენ გვისმენთ ალბათ ხომ რაც სიახლე წამოვიდა რომ თითქოს ეს არ შეეხება ონლაინ მედიებს. კი ბატონო, კარგია, შეეხება თურმე მაგალითად ფორმულას ვებს, ფორმულას სოციალების პლატფორმებს და მედიების მაუწყებლების ვებგვერდებს. თუმცა რა თქმა უნდა, ხა ეს თუ ასე გადაწყვიტეს, კიდევ კარგი ამ ეტაპისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ცხადია რომ მიდის ონლაინ მედიებისკენაც. ხომ რა გაიგეთ თქვენ ამ ამბიდან საერთოდ? საღამოშიდობის მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში, როგორც ტრადიციულად, მინდა სულდარობა და სრული პატივისცემა და მხარდაჭერა გამოგიცხადოთ თქვენ და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო მათ, ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს საერთაშორისო მასშტაბით აწოდებთ ინფორმაციას თუ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ რასაც ხედავთ არის კლასიკური ნიმუში პირველ რიგში რომ ეს არის რეჟიმი, რომლის ცალკეულ წევრს შეიძლება რაღაცა თანამდებობა ჰქონდეს, მაგრამ მას მის სიტყვას, მის შეფასებას აზრი არ აქვს, ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ხო ვირტუალური ძალაუფლება და ხელისუფლება აქვს და პლუს ამას ნდობა რა თქმა უნდა ნულს ქვევით არის. იგივე მამუკამდინარეზე საუბრობდა 23 წელს რომ რუსული კანონი უკვე აღარ დაბრუნდება, 24 წელს მასვე აიძულეს რომ რუსული კანონი შემოიტანა, ამიტომ ეს ერთ-ერთი ნიმუშია რომ რეალურად ერთი ადამიანის გარშემო და ეს უბრალოდ ფორმალურად ასრულებს მოვალეობას კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თუ მოსამართლე. წარმოგიდგენიათ დემოკრატიულ ქვეყანაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე დილით განცხადებებს ამბობდეს, საღამოს მეორე განცხადებებს ამბობდეს და ასე შემდეგ. თუმცა აქ ამოსავალი წერტილია მაინც საბოლოო მიზანი, სურვილი რაც აქვს და ქალბატონი ცალსახად გეთანხმებით, რომ მთელი მიზანი არის რომ ქვეყანაში არ არსებობდეს დამოუკიდებელი აზრი, დამოუკიდებელი მოსაზრება, რომელიც მათი კონტროლის გარეშე ვრცელდება. ავტორიტარული რეჟიმი სჭირდება ძალადობასთან ერთად სრული კონტროლი საინფორმაციო ველზე. უბრალოდ ეს ინტერნეტი ართულებს მათ მდგომარეობას და ყველაზე მთავარი აქ არის, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობაზე არის ყველაფერი მიბმული. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა არ ეგუება იმ რეალობის თავზე მოხვევას, რომელიც ქართულ ოცნებას უნდა. დღეს რაც განაცხადეს, ეს არის დასაწყისი როსკომნაძორის შექმნის. აი, ეხლა ჩვენ კადრში ახლა ხედავდით ბევრ სხვა კადრ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილის ფოტოს. ნაცემის, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღინიშნებოდა სახეზე, სწორედ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას ის დაიჭირეს CMS, მისი კადრებიც არსებობს, ახლა გადის ეს კადრები და აუდიტორიას მინდა უთხრა, რომ პარალელურად, ეს იგი რამხელა შეტევაა, ცემა, დაჯარიმებები ჟურნალისტებისას და მერე გვიწევს უამრავი წერილის წერა, რომ ჩვენ ვასრულებდით ჩვენ საქმეს და 5000 ლარით ნუ დაგვაჯარიმებთ თუ შეიძლება და ამის პარალელურად მის ასე იგი ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია, რომელსაც დაჭირდა და სერიოზული ჩარევა სამედიცინო დღეს საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალ დარღვევა დაუდგინა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა, მოკლედ არ დაუჯარიმებია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის სამართალ დამრღვევია. გესმით, ეს სტატუსი აქვს ჩვენ აუდიტორიას მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ადამიანს, რომელიც უმოწყალოდ ცემეს და რომლის არა მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხები, არამედ სიცოცხლე შეიძლებოდა საფრთხის ქვეშ დამდგარი იყო, ეს არის პუბლიკას ჟურნალისტი. ესე იგი ჩვენ გვცემენ, გვასამართლებენ, გვზღუდავენ და სწორედ ონლაინ მედიას წარმოადგენს ალექსანდრე და პუბლიკას ძალიან ბევრი დარტყმა ჰქონდა, ბათუმელებს უამრავი დარტყმა მიადგათ ხომ, რადიო თავისუფლებას იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც თავისი კეთილსინდისიერების ფარგლებში შრომობენ და ყველანაირად ცდილობენ აუდიტორიას მიაწოდონ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მაუწყებლები ყველაზე დიდი პრობლემა ვართ მათთვის, მაგრამ ონლაინ მედიებიც არიან პრობლემა. ამიტომ რა თქმა უნდა, ისინი ელიან ამ რეგულაციებს ეგრეთ წოდებულს. რას მივიღებთ ჩვენ, მამუკა, ჩემი შემდეგი კითხვა ეს იქნება. რას მივიღებთ, თუ კი ეს ყველაფერი ძალაში შევიდა და მართლაც დაიწყო არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მათი აღსრულება? არალეგიტიმურ ხელისუფლებას ავტორიტარიზმის გაფორმებას სურს, ის ღიად არის მოძალადე, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი თავის მოვალეობას არ ასრულებს. ეს ლექსუს კეისი, გელამთილიშვილის ამბავი, არაერთი თქვენი თქვა და ასე შემდეგ, როგავას და ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს და მიზანი ყველაფრისა
მათზე ჟურნალისტებზე ძალადობა არის პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ადამიანები საზოგადოებას აწოდებენ ინფორმაციას და ქართული ოცნება ივანიშვილი წნეხს გრძნობს, იმიტომ რომ მოსახლეობა ხედავს რა ხდება. ანუ მთავარი მიზანი არის, რომ რა თქმა უნდა ტელევიზიის კონტროლი, ონლაინ მედიის კონტროლი და არ იფიქროს არც ერთმა ადამიანმა, რომელიც ახლა გულგრილად გვერდიდან უყურებს და მე პოლიტიკურად აქტიური არა ვარ, ან ის მოხელე, რომელიც თავს იმით იმშვიდობს, რომ შეიძლება თვითონ უშუალოდ არ არის პირდაპირ უკანონობაში ჩართული, მაგრამ გარშემო ხო ხედავს ამდენი უკანონობა არის. საბოლოო ჯამში სურვილი არის, როგორც რუსეთში ხდება, ბელორუსიაში და ასე შემდეგ, არც ერთ ადამიანს არც ერთ ფიზიკურ პირს არ ქონდეს შესაძლებლობა გაავრცელოს ინფორმაცია და მთელი ამბები უნდა ტრიალებს ის გარშემო, რასაც ჩვენ ხედავთ ოცნების კონტროლირებად ტელევიზიებში. ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ავტორიტარული რეჟიმის დროს ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ იმ ადამიანებს ან შერწყებათ და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირის დროს, რეპრესიების დროს არა მარტო ადამიანები უკანონოდ სიკვდილის ჯიდნენ ან ასახლებდნენ ადამიანებს, დოკუმენტურადაც არის რეზოლუციაზე ხელმოწერილები, რომ სიამოვნებასაც განიცდდნენ ამას და ბედნიერები იყვნენ. მიაწერდნენ, რომ დაისაჯოს, სიკვდილი დაისაჯოს თუ გასახდა, აი შენ უარესი გეკუთვნის და ასე შემდეგ. გელა ჩარკვიანს აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი, როდესაც ბერია საუბრობდა, ვიღაც ადამიანი დაინახაო თეატრში თუ ოპერაში, ეს ისე მას არ გავს, რომ გუშინ წირო დავხრიდეთო. ანუ ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება და მისი უშუალოდ აღსრულებლები ივანიშვილის ეს ნორმალური ადამიანის წარმოუდგენელია. წარმოუდგენელი ღალატი. ისინი ამას აღარ შეიძლება რაღაც დოზით სიამოვნებასაც ხებულობენ. თუმცა ეს არის ძალიან მცირე ნაწილი. დიდი ნაწილი არის საქართველოს მოსახლე, რომელიც ამას არ ეთანხმება და ამიტომ არა იმათ, რომლებიც აქტიურად განან აპროტესტებენ, არა იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში აფცელებენ ინფორმაციას, არამედ მათ, ვინც ჯერ კიდევ რაღაც არის შემორჩენილი, რომ მიხვდნენ ეს მცირერიცხოვანი ადამიანი რა მომავალს უქადისმიათ. სურვილი რომ წარმოიდგინეთ ახლა გურის იმაში თქვენთან შარტო მქონდა რომ ვერ იტყვი თოვლი გაქვს ეზოში ვერ გადიხარ ქცივა ქცხელა ან პრაქტიკულად ნულოვანი შესაძლებლობა გექნება მაგრამ ის წინააღმდეგობა რომელიც თქვენ მხრიდან მოდით ამ მოსახლეობიდან ეს არის ყველაზე მთავარი რომ ყველამ ჩვენ არ ჩავერთოთ ამ უძალადო ფორმალობაში ფორმალურადაც არ ვაღიაროთ ესენი და იმაზე უფრო სწრაფად დასრულდება ამბავი ვიდრე არათუ ჩვენ არამედ ქართულ ოცნებას წარმოუდგენია. ამას გვასწავლის ჩვენი ქვეყნების ისტორია.